აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარე გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის უმაღლეს საბჭოში პრეზიდიუმის სხდომაზე აფხაზეთის მთავრობის მიერ 2025 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა. მოხსენებაში გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის ძირითად პრიორიტეტებზე ისაუბრა. აქცენტი გაკეთდა საბიუჯეტო რესურსების ეფექტურ განკარგვასა და იმ პროგრამებზე, რომლებიც ოკუპაციის პირობებში დევნილი მოსახლეობის მხარდასაჭერად 2025 წელს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ბიუჯეტიდან ფინანსდებოდა. ანგარიშის მიხედვით 2025 წელი საბიუჯეტო მაჩვენებლების უპრეცედენტო ზრდით გამოირჩეოდა. ამავდროულად მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა სამშვიდობო ინიციატივების, ნდობის აღდგენისა და სამოქალაქო ინტეგრაციის მიმართულებით. ახალგაზრდების ჩართულობით განხორციელდა არაერთი პროექტი გამყოფი ხაზის ორივე მხარეს მცხოვრებ ადამიანებს შორის დიალოგის გაღრმავებისა და ნდობის აღდგენის უზრუნველსაყოფად. გიორგი ჯინჭარაძემ აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2026 წლის პრიორიტეტებზე და მთავრობის სამოქმედო გეგმაზეც ისაუბრა. გამომსვლელებმა დადებითად შეაფასეს მთავრობის მიღწევები, ამასთანავე წარმოადგინეს რეკომენდაციები. აფხაზეთის მთავრობის საქმიანობის შემაჯამებელ ანგარიშს აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წევრები და აპარატის წარმომადგენლები, ასევე უმაღლესი საბჭოს დეპუტატები ესწრებოდნენ. ჩვენ წარმოვადგინეთ 2025 წელს განხორციელებული პროექტების შესახებ ინფორმაცია, მივაწოდეთ საზოგადოებას და უმაღლეს საბჭოს დეპუტატებს ყველა ის პროექტი, ყველა ის სიკეთე, რომელიც ხორციელდებოდა და ხორციელდება ჩვენი დევნილი მოსახლეობის მიმართულებით. ნამდვილად შთამბეჭდავი ანგარიში იყო და 2026 წელს კიდევ უფრო მეტი შესაძლებლობა გვექნება გაზრდილი ბიუჯეტით მეტი სიკეთე, მეტი პროექტები და პროგრამები შევთავაზოთ ჩვენ დევნილ მოსახლეობას. მოხსენება იყო საკმაოდ საფუძვლიანი, ყოვლის მომცველი. ჩვენმა კოლეგებმა ძალიან მაღალი შეფასება მისცეს მოხსენებას, გაწეულ მუშაობას. გვაქვს საბიუჯეტო სახსრების უპრეცედენტო ზრდა. ბიუჯეტი არის სოციალურად ორიენტირებული და აი ეს მუშაობა აი ამ მიმართულებით კიდევ უფრო მეტად გაგრძელდება და გრძელდება ფაქტობრივად აი ამ 26 წელს და მომდევნო წლებში.